მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ვებინარში მონაწილეობისთვის. მე ვარ მინი ხუგაშვილი, ACT Global-ის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდი და ძალიან მახარებს, რომ დღეს მიწევს თქვენთან ერთად განვიხილო ACT ინსტიტუტის კიდევ ერთი ახალი პროგრამა IT ბიზნეს ანალიზი. დღეს ჩვენთან ერთად ვებინარს გაუძღვება პროგრამის ავტორი და ტრენერი, ექსპერტი IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებით თინათინ პაპაშვილი. მადლობა, თინათინ. პირველ რიგში ადრე ვიდრე უშუალოდ გადმოგცემთ სიტყვას თუ შეიძლება ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ როდესაც ACT ინსტიტუტის შექმნაზე მუშაობდა გუნდი, მაშინ ვთქვით რომ ეს იქმნებოდა მთავარი რწმენით, რომ ცოდნა შეგიძლია აქციო ტრანსფორმაციულ ძალად, მაშინ როდესაც ის გამოიყენება პრაქტიკაში და რაც მთავარია იწვევს რეალურ ცვლილებებს. აი აქვე ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა აღსანიშნავია ის, რომ პროგრამა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ისევე როგორც სხვა პროგრამები, რომელიც უკვე მიმდინარე რეჟიმში გვაქვს ACT ინსტიტუტში, ქმნით ტრანსფორმაციულ და პრაქტიკულ პროცესს, რომელიც როგორც ინდივიდებს, ერთი მხრივ, ასევე მეორე მხრივ ორგანიზაციებს დაეხმარება, როგორც ზრდაში, ასევე გრძელვადიან განვითარებაში. ეს არის ალბათ მთავარი ამოსავალი, რასაც დაეფუძნა თუნდაც ის კურსი, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ. თინათინი გახლავთ პირველი ქართველი სერტიფიცირებული agile ანალიზის პროფესიონალი, სხვადასხვა სექტორში ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილებით და დღეს გვექნება ძალიან მოკლედ მინი განხილვა უშუალოდ პროგრამის დეტალების, თუმცა მის მიღმა მეც პერსონალურად და მათ შორის თინათინიც ვიცი, რომ ჩვენ მანამდე გქონდა ამის შესახებაც საუბარი, დიდი სიამოვნებით მივიღებთ შეკითხვებს უშუალოდ სფეროსთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, გამომდინარე აქედან, რომ სფეროც გარკვეულწილად ახალია, გარკვეული ტიპის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ეს არის უნარი, საქმიანობა, როგორ ეძახით ხოლმე, რომელიც ჩემთვის გარეთ დაკვირვებით რაღაცნაირად თანამედროვე ციფრულ ეპოქას საოცარ საფუძველს აძლევს იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტი მივიდეს ნებისმიერ მომხმარებელთან. IT ბიზნეს ანალიზის კურსი რა მიმართულებით შეიქმნა? მოდით დავიწყოთ, რა მიზნით შეიქმნა? რა გახდა ერთგვარი ინსპირაციაც, ხო? ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც და რა არის ის ცოდნა და უნარები, შესაძლოა ამის შესახებ აპირებდით კიდეც საუბარს, მაგრამ შეგვიძლია რომ აღნიშნოთ რა არის ის ძირითადი უნარები, რომლის დეფიციტიც მეტნაკლებად დღეს იგრძნობა ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებით არის საკმაოდ მაღალი, როგორ კრავს, როგორ პასუხობს ეს პროგრამა ორგანიზაციების და ინდივიდების საჭიროებებს. და შემდეგ უკვე გაგვეცანით ვისთვის არის, ვის აქვს შესაძლებლობა რომ გაიაროს ეს კურსი და სიამოვნებით ვისაუბროთ უშუალოდ პროფესიის იმ უნარების შესახებ, იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს არსებულ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან IT ანალიტიკოსებად, ან სურთ რომ დასაქმდნენ, რა ჭირდებათ მოკლედ განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მეგობრებო შემოერთებისთვის და სამსახურის შემდეგ რომ ნამდვილად გამოყოფთ კიდევ დამატებით საათს რომ რაღაც ვებინარს დაესწროთ, ძალიან დასაფასებელია და ამისთვის მადლობა. კი, კურსი შეიქმნა, მთავარი ინსპირაცია იყო ის, რომ შექმნილიყო ისეთი კურსი, რომელიც საშუალებას მისცემდა ბიზნეს ანალიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ის არის ახალი ამ სფეროში თუ უკვე არის junior intermediate დონეზე და ცდილობს რომ უფრო გაიღრმავოს კვალიფიკაცია, მას მივცეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, რომ მათ შეძლონ პროფესიონალურ დონეზე განახორციელონ IT ბიზნეს ანალიზის საქმიანობა. ზოგადად ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა IT ბიზნეს ანალიზის პროფესია, ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესია. ამერიკული კვლევებით 11%-ით არის კიდევ ნავარაუდები, რომ 20-21 წელს აღნიშნული პროფესიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ეს სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ისე სწრაფად ვითარდება, რომ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ერთმანეთთან შეკრავს, დააკავშირებს ტექნოლოგიას და ბიზნესის წარმომადგენლებს რაღაცა შუამავალ მაკავშირებელ გოლს გააჩენს და ის სურვილები, მოთხოვნები, საჭიროებები, რაც აქვს ბიზნესს, რომ მათ ბიზნესი კარგად გამართულად მართონ, ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები დაახვედრონ და ისეთი გადაწყვეტები შესთავაზონ, რომ მათი ეს სურვილები და მოთხოვნები, რომ ბიზნესი განვითარდეს, უკეთი ფუნქციონირონ, მინიმალური დანახარჯები ჰქონდეთ, კარგად წარმართონ თავიანთი ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობები, ვიღაცამ ეს ითაოს და გააკეთოს და ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს და სწორად ეს ადამიანი არის ბიზნეს ანალიტიკოსი. კურსის მთავარი ინსპირაცია ზუსტად ეს იყო, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჭირს და ძალიან ცოტა და ისიც გარკვეულწილად შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, როგორიც არის ტრენინგ კურსები.
აღნიშნული კურსი შეიქმნა იმისთვის, რომ სრულიად ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებზე და პრაქტიკებზე დაყრდნობილი და ამ ხალხისთვის მიგვეცვა ერთი მხრივ თეორიული ცოდნა და მეორე მხრივ პრაქტიკული მაგალითების დაყრდნობით, რეალური кейსების დაყრდნობით თვითონ დაჯდნენ, იმუშაონ, ერთად შევქმნათ, გავაკეთოთ და ჩავთვალოთ, რომ არაფერი არ ვიცით ბიზნეს ანალიზში, ნულიდან დავიწყოთ, როგორ კეთდება IT ბიზნეს ანალიზი, ან ვინც უკვე იცის ბიზნეს ანალიზი და ამ მიმართულებით მუშაობს, უბრალოდ ყველაფერს თავთავისი სახელი დაარქვას. იმიტომ რომ საქართველოში ძირითადად ესეა, რომ პრაქტიკაში აგვაკეთებთ რაღაცებს, პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ზოგ ადამიანს თეორიული მიმართულება და ცოდნა აკლია. ზოგს ენის ბარიერი აქვს თქვა და ინგლისურენოვან კურსებს ვერ უყურებს, ვერ უსმენს, ან ძალიან ძვირი ღირს და ფიზიკურად შეუძლებელია ეკნახა გადაიხადო ონლაინ კურსებში და შესაბამისად ეს კურსი შედგება 12 შეხვედრისგან, ჯამში იქნება 24 საათი. შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოკლეა, მაგრამ ნამდვილად არ არის საჭირო ბიზნეს ანალიზის შესასწავლად, რა ვიცი, 1 წელი ან 1 სემესტრი ან რა ვიცი, სამაგისტრო პროგრამა. ისწავლი ძირითად სტანდარტებს, საერთაშორისო პრაქტიკებს, ისწავლი ინსტრუმენტებს, მოგცემ თულებს, რომლითაც შეგიძლია შენ თვითონ მე განახორციელო ბიზნეს ანალიზის საქმიანობა და ძალიან დიდი შრომა მოუწევს თვითონ ადამიანს, სტუდენტს, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში ეგრეა, რომ შენ თუ გინდა რომ პროფესიონალი გახდე, გამორიცხულია, რომ შრომის გარეშე ეს ყველაფერი გააკეთო. ამიტომ ძალიან დიდი შრომა, ანუ 24 საათი თუ შეხვედრა ჩათვალეთ, თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად დიდ დროს დაუთმობთ მე სახლში მუშაობას, რამდენად ჩაეფლობთ ამ სფეროში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკული გამოცდილებით ჩემი სტუდენტები, ხო, რა ვიცი, ჯერ არ ყოლია სტუდენტი, რომელიც მოსულა ამ სფეროში, დაუწყია პირველი ნაბიჯები და აღარ დარჩენილა. სულ რჩება ხოლმე და ვითარდება და ძალიან მახარებს, რომ ხედავ ხოლმე ჩემ აღზრდილ ბიზნეს ანალიტიკოსებს და ეს არის ძალიან დიდი რივორდინგი. თინეთი ვიდრე გააგრძელებ ძალიან საინტერესო, բայց ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რგოლი, როგორც ასეთი შემკვრელი, დამაკავშირებელი, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის, აი ჩემთვისაც, რომელიც არ არის IT ანალიტიკოსი, თუმცა ძალიან დიდი სიამოვნებით მექნებოდა ის ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ თუნდაც დავალებები გასცეს სწორად იმისთვის, რომ შესაბამისად გუნდში მოხდეს გადანაწილება, რაღაცნაირად ხო არ არის დაკავშირებული, ან რამდენად განმასხვავებელი, ან რამდენად შეიძლება იყოს საინტერესო უშუალოდ პროექტის მენეჯერების სად იკვეთება, რა ძირითადი განსხვავება, რამდენად შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო და შემდეგ უკვე სხვა დეტალებზეც გადავიდეთ. ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი თანამედროვე ბიზნეს ანალიზში კარგი გამოწვევა, როდესაც კომპანიებში არის ბევრი როლი, ზოგადად ანალიზის საქმიანობას, ანალიტიკას ყველა ახორციელებს, ხო? წარმოუდგენელია კომპანია ფუნქციონირებდეს და ანალიზი აკეთდებოდეს და იქ რაღაცები ისე იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს, ხო? ყველა კომპანიაში ანალიზის საქმიანობას ვიღაცა ახორციელებს, მაგრამ შეიძლება ბიზნეს ანალიტიკოსი არ ერქვას ამ ადამიანს. ერთ-ერთი სტანდარტული საერთაშორისო განმარტების თანახმად ბიზნეს ანალიტიკოსს მოიხსენიებენ როგორც უბრალოდ პიროვნებას, რომელიც ახორციელებს ბიზნეს ანალიზის საქმიანობას მიუხედავად მის მიერ კომპანიაში დაკავებული თანამდებობისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შეიძლება კომპანიაში ბიზნეს ანალიზი აკეთო და არც კი იცი, რომ შენ ბიზნეს ანალიტიკოსი ხარ ამ დროს და მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს, სადაც აღნიშნული როლის საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ნუ მაგას ვაკეთებ და აბა როგორ ვაკეთებ და ეს არიან პროექტის მენეჯერები, იმიტომ რომ თანამედროვე ტენდენციებით ბიზნეს ანალიტიკოსს და PM-ის როლის შერწყმად ხდება ხოლმე. გამორიცხულია კარგი ბიზნეს ანალიტიკოსი იყოს შენ და მენეჯერული სკილები არ გაგაჩნდეს და პროექტი კარგად ვერ დაგეგმო და ვერ განახორციელო. პროდუქტის მფლობელებსაც აინტერესებთ ხოლმე ბიზნეს ანალიზი. მე მუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც ბიზნეს ანალიტიკოსს ერქვა პროდუქტის მფლობელი, მათთან ესე იყო. ან უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უბრალოდ აინტერესებს, როგორ ხორციელდება ბიზნეს ანალიზი, საქმიანობა, რა პრაქტიკაა საერთოდ ეს და როგორ შეუძლია ამ პრაქტიკის კომპანიაში დანერგვით სარგებელი მოიტანოს. და მით უმეტეს IT მიმართულებას. რა თქმა უნდა, შეეხება ეს საკითხი, ხო? საკურველი, ამიტომ უნივერსალურია, ბიზნეს ანალიტიკოსს უწოდებენ ხიდს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და IT გუნდს შორის. შესაბამისად, ვინც არ უნდა იდგეს აქეთ-იქით მხარეს, ბიზნეს ანალიტიკოსი ხარ შენ, თუ ამ ხალხს ერთმანეთთან ალაპარაკებ და ამ ბიზნეს მოთხოვნებს გარდაქმნის ეს ტექნიკურ საჭიროებებად და ტექნიკურ სოლუშენებად, რომ დეველოპმენტ გუნდი ამ ყველაფერს აღსრულებას აკეთებს. ძალიან საინტერესოა ასევე ის, რომ
იზრდება, როგორც აღნიშნეთ, თავად მოთხოვნადი ხდება. თავად ეს კურსი ზოგადად ბაზარზე, საერთაშორისო ტენდენციები ახსენეთ საქართველოში, როგორია მოთხოვნა ამ ნაწილში, სად გვაქვს გამოწვევები, სად ავსებს ამაზე უკვე ისაუბრეთ და კიდევ უფრო მეტად რომ ჩავუხმოვდეთ კურსის დეტალებს და პარალელურ რეჟიმში დაველოდებით შეკითხვებსაც, თუ კი გექნებათ ამ მიმართულებით, სიამოვნებით მივიღებთ თქვენგან შეკითხვებს და განვიხილავთ მას ამ ვებინარის ფარგლებში. კი ბატონო, ეს ძალიან კარგი შეკითხვა. IT ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესია მსოფლიოში საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით ამერიკაში არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია. საქართველოშიც ალბათ ბოლო 10 წელია ესე ვიტყოდი, რაც აღნიშნულ პროფესიას თავისი სახელი დაერქვა და ბიზნეს ანალიტიკოსი რქვია ამ პროფესიას, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნა IT ბიზნეს ანალიტიკოსებზე გაიზარდა COVID-ის პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი გადავიდა ციფრულ რეჟიმში. გაიზარდა IT ციფრული პროექტების რიცხვი, ყველაფერი დიჯიტალში გადავიდა, ტრანსფორმირდა და დაჩქარდა თითქოს. დაჩქარდა, ხო, ბიზნეს ანალიტიკოსი არის ეგ პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერს რეალურად გიქცევს და საქართველოშიც მაგ დროს გაიზარდა განსაკუთრებით მოთხოვნა და ძალიან მიხარია, რომ საერთაშორისო ტენდენციებს ჩვენც არ ჩამოვრჩებით და ეს მოთხოვნა იზრდება დღითი დღე. საქართველოშიც ნამდვილად მოთხოვნადია ეს პროფესია. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი ის რომ იზრდება როგორც თქვით ეს IT ციფრული პროექტები, მეორე ეს არის ადამიანი, რომელიც შენ კომპანიაში გეხმარება ხარჯები შეამციროს, ნაგავი რაც გაგებწოდებული ვეის ეძახით ხოლმე ჩვენ ეგენი მოიშორო, გადაყარო, ოპტიმიზირებული ქონდეს პროცესები, გამარტივებული ქონდეს პროცესები და ნუ რატომ არა, თუ შეგიძლია შენ ნაკლებ დროში, ნაკლები დანახარჯებით მიიღო მაქსიმალური შედეგი და სარგებელი და ამისთვის არსებობს ადამიანი, პროფესია, რომელიც შენ საშუალებას გაძლევს, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციო. ხო, მაშინ მოგინდება, რომ ბიზნეს ანალიტიკოსები დააკომპლექტო გუნდი და ჩააბარო შენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები და ამართინო ამ ხალხს. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ზუსტად ამ საუბრიდან გამომდინარე მიჩნდება და ალბათ ჩვენი აუდიტორიისთვისაც, რომელიც შემოგვიერთდა ვებინარზე, მისთვისაც საინტერესო იქნება, რა ძირითადი კომპეტენციის დაუფლების შესაძლებლობას იძლევა ეს კურსი. მანამდე რაღაცნაირად ეს მსხვილად რომ დავინახოთ სურათი, ხო? ძალიან ბევრს ალბათ გვიფიქრია, როგორი საინტერესოა პროდუქტი, რომელსაც ხედავთ, რა დგას მის მიღმა, რა შრომაა ჩადებული, თუნდაც ძალიან ელემენტარული ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან გრძელ სიასაც კი წარმოადგენდეს გაწერილი ტასკების და შესრულებული ტასკების, განსაკუთრებით კარგად შესრულებულის იმისთვის, რომ ერთგვარად იყოს კომფორტი თავად მომხმარებლისთვის, დამატებითი სარგებელი თავად ბიზნეს ორგანიზაციისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმა აღარ არის საჭირო, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლება იყოს ეს, მაგრამ რა ძირითადი კომპეტენციები გჭირდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებაში ჩაერთო ესეთი გულანთებული და შემდეგ უკვე შეძლო, ვინც უკვე არის ამ საქმეში და პროფესიაში და ამ უნარებით დახჭურვილი, შეძლოს მისი განვითარება. რა არის ეს ძირითადი კომპეტენციები, რომელიც კურსის გავლის შედეგად იქნება დაძლეული? კი ბატონო, ჯერ პირველ შეკითხვას უპასუხებ, რას ისწავლიან სტუდენტები და რა ცოდნას გაიტანენ კურსიდან. ამ კურსის გავლის შედეგად თქვენ გეკნებათ ძალიან მყარი, საფუძვლიანი ცოდნა IT ბიზნეს ანალიზში, რომელიც დაეფუძნება international სტანდარტებს, PAU guides, რომელიც ჩვენს ანალიტიკოსები ჩვენს ბიბლიასაც კი უწოდებთ ხოლმე იმდენად დიდი სქელი მოცულობითი წიგნია და ესე ვხუმრობთ ხოლმე, რომ ბიბლიაზე დაიფიცე. ჩვენს ბაბუქ სტანდარტზეა საუბარი. თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები, პრაქტიკული დავალებები, ყოველი სემინარის მერე მაქვს გათვალისწინებული პრაქტიკული кейსი, დავალება, რომელიც სტუდენტმა უნდა გააკეთოს, ნაწილს იქვე ვაკეთებთ, ნაწილს სახში აკეთებენ და რაც თავარია, კურსის დასრულების შემდეგ ერთ დიდ პროექტს შევკრავთ, გავაკეთებთ და სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თუმცა აქამდე საერთოდ არ გაგეკეთებინო შენ არაფერი ბიზნეს ანალიზში, ძალიან პროცეს ფლოუს გაივლი, იდეიდან დელივერამდე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ისწავლო, გააკეთო და ასე შემდეგ. კომპეტენციებს რაც შეეხება ბიზნეს ანალიზის საქმიანობის, ხო, რამდენიმე კომპეტენციაა ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვნებს ჩამოვთვლი ხლა რა თქმა უნდა და დანარჩენს კურსზე გასწავლით რომ მოხვალთ. მთავარი კომპეტენციები ეს არის ადამიანი და იყოს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, საერთაშორისო აღიარებული BA, ესე ვთქვათ,
განაბი ხალხიც მაგას ამბობს, რომ soft skills-ით, ანუ რბილი უნარებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკურ უნარებთან მიმართებაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ soft skills-ების ძალიან წინ წამოწევა არის ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის წინ ეს არის ემპათიურობა, ეს ის რომ შენ ხარ გამგებიანი ადამიანი, კომუნიკაბელური ხარ, პრეზენტაციის უნარი ხარ, მოსმენა შეგიძლია ადამიანების, იმიტომ რომ ისინი მოდიან შენთან რაღაც საჭიროებებით და შენ უნდა შეძლო ეს ყველაფერი მოისმინო, გაანალიზო და აქტუალური სიტყვების უკან გაიგო ისინი რას გულისხმობენ და რა უნდათ, იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს რაღაც უნდათ, მაგრამ კარგად ვერ გადმოსცემენ და შენ უნდა ეს ყველაფერი მიხვდე, გაიგო და წამოიღო ამას active listening-ს ეძახიან ბიზნეს ანალიზში, რომ შეიძლება ბუნდოვნად ხედავდეთ, რაღაც გვინდა, მაგრამ რა გვინდა, არ ვიცით. რაღაც მინდა შევცვალო, მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად რა მინდა და აი ამის სტრუქტურირებას რო შეძლო. კი. ანუ ბიზნეს უნდა რაღაც და ბიზნესი ამბობს მე ეს მინდა, ხოლო ეს რაღაცა მინდა, რაც რაღაცა გამინარგილებს ცხოვრებას. მაგრამ აი ამ შედეგამდე რა მიყვანს, ეს გზა არ იცის. რა თქმა უნდა, ეგ გზა იცის სწორედ მე ბიზნეს ანალიტიკოსმა, ანუ როგორ უნდა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენ რაც გინდა აი ყველაფერი რეალობად ვაქციო, თან ისე რომ შენი სურვილები შევინარჩუნოთ, მაგრამ თან ვუყუროთ ბაზარზე მომხმარებლების ტენდენციას, პროდუქტს, ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები, რა საჭიროებებები აქვთ მათ, აქედან ამოვიდეთ, რომ პროდუქტი იყოს გამოყენებადი. ეს სკილები, რა თქმა უნდა, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი არის ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ანალიტიკური აზროვნება არ გაქვს და კრიტიკულად არ შეგიძლია შეხედო რაღაც საკითხებს, შეიძლება შემთხვევით შეცდომით ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომელიც არ არის ინტერესის საკანში. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, რომ ვიყოთ კრიტიკულები, ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, ადამიანებს დავალახოთ, რომ შეიძლება რაღაცა უნდა, მაგრამ რო დაანახებ მე რომ ეს ან ასე შეიძლება უკეთესად გავაკეთოთ, თქვენ რომ ხო, ეს კი არა ეგჯობია, რაღაცას რო დაანახებ, რომ იმხელახან დანახარჯია შენ რაღაც რო გინდა, არ არის ეგ ეფექტური მაგხელა რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსია წასული და შეგვიძლია სხვა შორტკატები მოვიძებნოთ. ანუ მაქსიმალურად ცდილობს ნაკლებ დროში, ნაკლებ დანახარჯით მეტი სარგებელი და მეტი აუთპუთი შესძინოს და კომპანიას. რა ტექნიკები გჭირდება ამისთვის, რასაც თქვათ დაეუფლები უკვე კურსის განმავლობაში. ხო, საჭიროებები დავინახეთ და აი ტექნიკა რა გჭირდება? კი ბატონო, ეს ძალიან კარგი კითხვა. კურსში მაქსიმალურად ვეცადე, რომ ბევრი ტექნიკა ჩამედო და 15-ზე მეტი ტექნიკა მაქვს ამ ეტაპზე გათვალისწინებული კურსზე. რა თქმა უნდა, ჩემი და სტუდენტების ურთიერთობა მანდ არ თავდება ხოლმე და თუ ვიღაცას დამატებით რაღაც გააინტერესებს, ყოველთვის მზად ვართ, რომ გავუწიო ხოლმე კონსულტაცია და დახმარება, მაგრამ ძირითადი ტექნიკები ეს არის gap ანალიზი, root cause ანალიზი, 5 whys ეგ წოდებული 5 რატომ, რომ ზუსტად გაიგო რა არის პრობლემის მიზანი და არსი. მოთხოვნების პრიორიტეტიზაციის რამდენიმე ტექნიკა არსებობს და ძირითად ტექნიკებს ვასწავლი. ასევე user story-ების ტექნიკა, რომელიც agile-ში საკმაოდ პოპულარულია, როგორ გაიწეროს user story-ები, რომ development team-მა ამ user story-ებზე იმუშაოს და რეალობად აქციოს. ასევე პროცესების ოპტიმიზაციას გასწავლით და როგორ შექმნათ მოდელები, როგორ ავაგოთ BPMN დიაგრამები, როგორ გავაკეთოთ X stakeholder-ები როგორ მართოთ, რანაირი თქო ტექნიკები გამოვიყენოთ, მაგას ცალკე ვისწავლით და ასე შემდეგ. ხა ძალიან დეტალებში რომ არ ჩავიდოთ, აი overall საკმაოდ სწიფება. ბევრი კომპლექსური ამბავი გვითხარი. ერთი აღნიშნე რომ პრაქტიკული დავალებები იქნებაო კურსის ფარგლებში, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ხშირად ყველა ყოფილვართ ბუნებრივია სხვადასხვა კურსის მონაწილე, ზოგი საქართველოში, ზოგი ფარგლებს მიღმა, ზოგი ონლაინ, ზოგი ფიზიკურად და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ დროს გარდა იმისა, რომ უშუალოდ გვიწევს კურსზე შეხება, გარკვეული ტიპის მხარდაჭერაც გვჭირდება ხოლმე სხვადასხვა იდეაზე მუშაობის დროს. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ თუ მე მაგალითად რომელიმე კურსზე გავდივარ, დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდე ისეთ დავალებებზე, რომელიც დროულად უნდა გადაიჭრას და სწორედ აი ეს ტექნიკები შეიძლება დამეხმაროს, ანუ პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ რაღაცა სხვადასხვა ტიპის პროექტზე, რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს კურსის ამ პროგრამის მონაწილემ თქვენგან როგორც მენტორისგან აი როგორც მენტორისგან, ჩვენი ურთიერთობა აქ არ ფთავდება ხოლმე და ძალიან ბევრი მეგობარი შემიძლია მე, რომელიც ჩემი სტუდენტი ყოფილა, სწორედ იქიდან რომ რაღაცა საერთო ბონდი გაქვს, საერთო ინტერესები გაქვს და
ერთი რამც ჩემზე უნდა იცოდეთ არის ის, რომ ძალიან უყვარს, როდესაც ადამიანს ვეხმარები. აი, რა ვიცი, ვიღაცა რომ მოდის, რომ დახმარება ჭირდება, აი, როგორ შეიძლება რომ მას არ დაეხმარო, თუ შეგიძლია. თუ არ შემიძლია, ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისთანაც გადავამისამართებ, რომელიც დაეხმარება, მაგრამ თუ ეს ბიზნეს ანალიზს ეხება, ხო არსად არ გაგიშვებთ, დაგიტოვებთ ჩემთან. დარწმუნებული ვარ LinkedIn-ზე, მე ჩემი ტელეფონიც ექნებათ და ასე შემდეგ საკონტაქტო სტუდენტებს და კურსზე იქნება ეს კურსის ჭრილში იქნება დაგჭირდებათ რამე რჩევა, რეკომენდაცია, დავალებას ვერ აკეთებთ, თუ ეს დავალებას ჭყალებში თქვათ, ხო? ეს არ არის სკოლის ფორმატი, არა გვაქვს ახლა. სესიები გვაქვს, თქვენ სულზეა დამოკიდებული, რამდენად შეასრულებთ, არ შეასრულებთ, რამდენად ზიღნეებში ჩაყვალთ. არ იქნება სავალდებულო? მე არ მაქვს ესეთი სადისტული მithomი, რომ სავალდებულო არის საბოლოო პროექტი, რომ მე დავინახო, რომ შენ წლის, კურსის დასრულების შემდეგ ყველა ეს ტექნიკა, რაც ვისწავლეთ, გავიარეთ, ცოდნა გაქვს და დაგიგროვდა და წარმოაჩინო შენი თავი, რომ ეს პროდუქტი, ეს ტრენინგი შენთვის ის იყო, მაგრამ ყოველ დღე კი, გეტყვით, რომ ყოველ დღე დავალებები უნდა გადავმიგზავნოთ, მაგრამ ეს რაღაცა მუშაობთ, ძალიან დაკრთულები ვართ და ეხლა სამ დავალებას თუ ერთად გადმომიგზავნით და წინააღმდეგ ჩააგდებთ, ეხლა მაგაზე ადამიანს არ არ არის პრობლემა. აი, როგორ ხდება უშუალოდ პროექტის შერჩევა? თავად შეუძლიათ, რომ შეარჩიონ საბოლოო პროექტი მათთვის რა იქნება, რაღაცნაირად თქვენგან იქნება მითითება მიცემული, თუ არჩევანის შესაძლებლობა იქნება დამშრალში კურსის მონეტა. დავამზადებს ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ მე მაქვს ერთი study case შედგენილი და აი ამ case-ზე ყოველ სესია, ესე ვთქვათ, რა ტექნიკასაც ვისწავლეთ, აი ამ ერთი დიდი პრობლემის გადაჭრის და იმ პრობლემის ანალიზის გასაკეთებლად ვახორციელებთ. თუ სტუდენტს ენდომება, რომ აი ამ პროექტის გაგრძელება გააკეთოს, არ არის პრობლემა, თუ მას ექნება სურვილი, რაღაც თვითონ შექმნას რაღაც study case-ი და მე ამ study case-ზე გააკეთოს პრეზენტაცია, არც ეგ იქნება პრობლემა, ანუ მოკლედ მათ სურვილებზე არის დამოკიდებული, თავარია მე დავინახო, რომ ის ტექნიკები, რაც ვისწავლეთ, შეგიძლიათ გესმით, რატო ვისწავლეთ და პრაქტიკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა кейსებზე მოარქოთ. ამიტომ მანდაც ძალიან მოქმედები ვიქნებით. ვიდრე უშუალოდ კურსის აღწერით, ნაწილზე გავიდოდით რაღაც დასასრულისკენ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მონაწილეებს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვებინარზე შემოერთებისთვის. შეკითხვები თუ გაქვთ, ღიად შეგიძლიათ მოგმართოთ და სიამოვნებით გაგცემთ თითოეულ მათგანზე პასუხს. 12 შეხვედრა, ჰიბრიდული რეჟიმი. ძირთად საკითხები ჩამოთვალეთ, რომელსაც გავივლით, კომპეტენციები, რომელსაც დავეუფლებით, თქვათ, როგორც კურსის მონაწილეები, რა შესაძლებლობები ჩნდება უკვე კურსის დამთავრების შემდეგ. რამდენად არის გარკვეულწილად ახალი ტრამპლინი და ტრანსფორმაციის ძალა ადამიანებისთვის, რომლებიც გაივლიან, მათ შორის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მათ სჭირდებათ ამ ხრივ გაძლიერება და კონკრეტული თანამშრომლის გაძლიერება და მხარდაჭერა თუნდაც იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მათ შორის ორგანიზაციისთვისაც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ამ კუთხით. კი ბატონო, როგორც ვთქვით, 12 შეხვედრა გვაქვს, 3 გვაქვს ონლაინ, ოფლაინ და 9 გვაქვს ონლაინ. პირველი შეხვედრა და ბოლო პირველი რომ გაცნობითი არის აუცილებელი რომ ყველა შეხვდეთ ერთმანეთს და გავიცნოთ, ბოლო რომ პრეზენტაციას შევკრათ და ერთი მაქვს კიდე შუაში ოფლაინ შეხვედრა, სადაც უფრო პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით და ერთად გუნდურად რომ ვიმუშაოთ, მაგისთვის მაქვს გათვლილი. ამ კურსის გავლის შემდეგ, ვინც საერთოდ აქამდე არ უმუშავია ამ სფეროში და წარმოდგენა არ ჰქონდა და ეხლა სულს დაეუფლებს ბიზნეს ანალიზის პროფესიას. ჩათვალეთ, რომ უკვე გაქვთ რაღაცა ერთი პროექტი, რომელსაც თქვენ გააკეთებთ ამ კურსის განმავლობაში და თქვენი პორტფელი შეგიძლიათ რაღაცით შეივსოთ ამით, რომ აი რაღაცა გაგიკეთებიათ რეალური, პრაქტიკული და შეგიძლიათ ამით უკვე entry level junior პოზიციებზე დაიწყოთ მუშაობა და ძალიან ბევრი კომპანია სამწუხაროდ, ჩემთვის სამწუხაროდ ალბათ, იმიტომ რომ middle junior დონეებზე ბიზნეს ანალიტიკოსის მოთხოვნა უფრო მაღალია, იმიტომ რომ ეს არ არის პროფესია, რომელიც არის საშუალო ანაზღაურებადი პროფესია, IT-ში ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, IT ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესია საქართველოს ბაზარზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება სენიორზე, კიდევ უფრო გადასარევი ანაზღაურება და შესაბამისად კომპანიებს ურჩევნიათ ხოლმე junior, intermediate ბიზნეს ანალიტიკოსები დაიქირავონ და თვითონ გამოზარდონ, ასწავლონ, ან მერე აი როგორც ჩვენ დაგვიქირავონ, ვასწავლოთ და გავხადოთ უფრო კომპეტენტურები. ამიტომ win-win არის ფაქტიურად ეს კურსი ყველასთვის, ვიღაცა გაიძლიერებს, ვიღაცა
ვიღაცა პრაქტიკა იცის და თეორიაში დაარქმევს სახელებს, ვიღაცამ თეორია იცის და პრაქტიკა არ იცის და პრაქტიკას გავაკეთებთ ერთად, ვიღაცამ არც ერთი არ იცის და ორივე შეიძლება რომ ისწავლოს. ძალიან საინტერესოა და მიმზიდველი შეიძლება ითქვას შედეგები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. შეგვიძლია ალბათ რომ ერთი მხრივ შევაჯამოთ, თუმცა მაინც მინდა ვკითხოთ, თქვენ ახსენეთ ანაზღაურებაც, ახსენეთ მოთხოვნები, რამდენად ჩნდება ახალი შესაძლებლობები კურსის გავლის შემდეგ, ახსენეთ ასევე საერთო სარგებლო სტანდარტები და რამდენად არის შესაძლებელი ისევე როგორც ქართველი IT სპეციალისტები ძალიან წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში freelance თუ outsource პროექტებზე, როგორია მოთხოვნა და შესაძლებლობები ამ კუთხით IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებას გულისხმობ უშუალოდ. კი ბატონო, მე აქტიურად ვცდილობ და ის სრულიად უანგაროდ თელ გულს და სულს ვდებ იმაში, რომ ბიზნეს ანალიზის საქმიანობა საქართველოში იყოს პოპულარიზირებული და წინ წამოიწიოს. ამიტომ არის ხოლმე იმდენ უფასო ვებინარსაც რომ მასპინძლობ ხოლმე. შესაბამისად, LinkedIn-ზეც ვინც მოყვებით, ნახავთ რომ არც ისე მცირე აუდიტორია მყავს, საკმაოდ კარგი სანაცნობოზე connection-ები მყავს და ხშირად მოდიან კომპანიები და მეუბნებიან, რომ ყავს მიდლი ამ ხელფასზე, ამ პირობებზე ანალიტიკოსი და უწევ ხოლმე რეკომენდაციას. გვაქვს ჩვენი პატარას ვეღარ დავარქმევ, უკვე 600 კაცია ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი რიცხვი სხვათა შორის და პოსტავ ხოლმე ვაკანსიას და ძალიან ხშირად მოდიან მოკლედ ეს კომპანიები, რომ აი თქვენს გარდა ვის ვკითხოთ ახლა ბიზნეს ანალიტიკოსი, მიდლი, ჯუნიორი, ის და ძალიან ბევრი ვისაც ვიცნობ, რა თქმა უნდა და ვისაც ჩემთან რა ვიცი, ან მენტორი გიგაულია, პირდაპირ ესე მიმიგარებია და აბატონო დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც იშრომებენ, ჩემი მხრიდან იქნებათ ყველანაირი საპორტი და მენტორებშიც ეგ გულისხმობა, რომ აქ არ თავდება ჩემი და მათი ურთიერთობა. თუ რამე შეოდეს მე დავჭირდი, ან ვიღაცამ მითხრა, ვინც რომელიც გამახსენდება და რომელსაც ჩემი გადმოსახედიდან ჩავთვლი ხოლმე, რომ fit არის, ვუზიარებ ხოლმე და მეორე success story-ები მქონია ხოლმე და რა ვიცი, მე და მიწია მუშაობა, ისე მიხარია ხოლმე ის ხალხი რომ მუშაობას იქნეს. თინეთინა, ერთ-ერთი პირველი ხარ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოში, მუშაობს ძალიან ინტენსიურად და აქტიურად. გახსენდება რაიმე ისეთი გამოწვევები, როდესაც გიფიქრია, რომ აი ამას ვეღარ დავძლევ, რაღაც ამას რთულია შევეჭიდო, ან შეგშინებია საქმის აღება, ან განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, აი რა არის ხოლმე შინაგანი გამოწვევები ამ დროს, კითხვები, შიშები, რომელსაც ჭირდება გაძლიერება, აღაჭერა. მაგალითად, შორის კვლევაც ჩავატარე და რაღაც კითხვარიც გავაკეთე ამის წინ ბიზნეს ანალიტიკოსებში, რომ ყველაზე მეტად მათი გამოწვევები რა არის და 51% ამ კითხვაში შემივსო, რომ ყველაზე მეტად უჭირთ სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი და აი გაიგონ რა უნდა ხალხს და დანარჩენს მე ხვდებიან, მაგრამ გამოწვევები ყველა პროფესიაშია. არ არსებობს პროფესია, გამოწვევა არ არის. თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც სიამოვნებას იღებ, როდესაც რაღაცა პრობლემა გაქვს და მე გადაჭრა უფრა კარგია, ან ვიღაცა ბევრ ფულს ყრის და ეტყვი, რომ ამდენი ფულის გადაყრა არის საჭირო, ესე გავაკეთოთ და გამარტივდება ვიღაცას პროცესებს ცხოვრებას უმარტივებ და ამ ყველაფრით შენ იმხელა reward-ს იღებ, რომ ანუ ეს რთულია და ვაიმე და დევიგუპე და ვეღარ გავაკეთებ, ანუ ეგეთი მომენტები არა. თუმცა იქნებ შედეგზე, ხო? რომელიც ზანისთვის მიდიხარ, საით მიდიხარ, რამდენ ადამიანს გაუმარტივებ ცხოვრებას, რამდენ ადამიანს გააბედნიერებ და ეს მიზანი მე ყველაფერს აკეთებ მე იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეხმარო ამ ადამიანებს და როგორც ყველა პროფესიაში, ყველას აქვს თავისი გამოწვევები, მაგრამ დაუძლეველი არაფერი ამ ქვეყნად, საერთოდ არავის არ დაპერტყებია თავიდანვე ცოდნა, არ ვიცი ეს ტერმინი თუნდა მეხმარა ვებინარზე, მაგრამ დაბადებიდან არავის არაფერი არ დაყოლია, არც ანალიტიკური უნარები და არც არაფერი. ამიტომ საჭირო უბრალოდ დიდი შრომა, მონდომება და თუ შრომობ და იმდომებ, საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგია. ძალიან საინტერესო მოსაზრება, ვიცდები რომ გაგაცნოთ ინტერესულად დავიღო. მადლობა, დიმიტრი, მადლობა ძალიან დიდი. მსხვერპლისთვისაც წავიკითხავ. ქართულ სივრცეში ბიზნეს ანალიზი და IT ბიზნეს ანალიზი თითქმის სინონიმებად გამოიყენება და როგორც თქვენ ახსენეთ, ორივე საკმაოდ ახლოს დგასო პროექტების მართვასთან. ამის საპირისპიროდ უცხოურენოვან წყაროებში ხშირად ბიზნეს ანალიზს განიხილავენ მონაცემთა ანალიზის მომიჯნავე. დავუპატიეთ, ჩავიკითხავ ბოლომდე თუ შეიძლება. ორ გავაგრძელო.
კი ბატონო, შეგვიძლია. ბიზნეს ანალიზის მომიჯნავე მიმართულებად და მეტ აქცენტს აკეთებენ სტატისტიკურ ანალიზებზე, BI პროგრამირებაზე და მონაცემთა დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მომზადებაზე, SQL, Python, Power BI და პროგრამული გამოყენებით. ხო ვერ განავრცობთ ამ თემას, რა პირობები საგანებებს მოგდა. კი ბატონო, გასაგებია კითხვა, რაც შეიძლება ხშირად ქმნიდეს გარკვეული ტიპის გაურკვევლობებს ვაკანსიების ავტორებსა და ადრესატებს შორის. დიდი მადლობა ძალიან შეკითხვისთვის. ნამდვილად კარგი შეკითხვა. პირველ ორ ნაწილად რო გავყოთ, რომ ბიზნეს ანალიზი და პროექტების მართვა. ანუ ახლოს რა თქმა უნდა, პროფესიები თუ არსებობს ცალკე IT ბიზნეს ანალიტიკოსი და პროექტის მენეჯმენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკე დარგია, ცალკე სფეროა, ცალკე პროფესიებია და შესაბამისად რაღაც საჭიროება იყო, რომ ეს ცალკე იდგა. უბრალოდ ხშირად ქართულ კომპანიებზე ვიტყვი, რომ ხშირად არ არის ხოლმე, როდესაც ამდენი ფუფუნება აქვს ამ კომპანიას, რომ ბიზნეს ანალიტიკოსი წავდეს და პროექტის მენეჯერი წავდეს ხოლმე და ხშირად უწევს ხოლმე ბიზნეს ანალიტიკოსს, რომ პროექტების მენეჯერის როლით შეითავსოს. აი ძალიან ხშირია ორივე რეგალით, როდესაც მუშაობს ადამიანი. აქ უბრალოდ ის არის ის მომენტია, რომ რა თქმა უნდა ბიზნეს ანალიტიკოსი ვერ იქნება პროფესიონალი პროექტ მენეჯერი თუ მას ცალკე ტრენინგები არ აქვს გავლილი, მაგრამ ბიზნეს ანალიტიკოსი შეუძლებელია შენ იყო, თუ შენ არ შეგიძლია პროდუქტის სწორად დაგეგმა, სწორად დაწერა, რისკების შეფასება, რა შეიძლება მოხდეს, რა შედეგები უნდა მიიღო და ასე შემდეგ. ამიტომ ბიზნეს ანალიტიკოსთვის მასთია, რომ გქონდეს მენეჯერული უნარები და რაღაც ისეთი ინფლუენს დონის რაღაც თვისებები, მაგრამ ცალკე მიმართულებაა და ყოველ საქართველოში უწევს ხოლმე შეთავსება. ზოგს არ აყავს ორივე, თუ ყავს მაგას რა ჯობია, მაგრამ მან მე ცალკე ჩელენჯებია ხოლმე, რომ სად იკვეთება და სად იმიჯნება ამ ორი რგოლის პროფესია. რაც შეეხება BI-ს და BA-ს, ხო საქართველოში გვიჭირს მაგ ნაწილში, რომ ბიზნეს ანალიზი სხვა არის. ბიზნეს ანალიზის შემადგენელი ნაწილი IT ბიზნეს ანალიზი. მოდი ასე ვიტყოდი რა, ბიზნეს ანალიზი დიდი დარგია და IT ბიზნეს ანალიზი არის ციფრულ სამყაროსთან რომ მუშაობს ეგეთი ადამიანი, თქვათ და data analytics, ან მონაცემთა ანალიტიკა არის კიდევ ცალკე მიმართულება, რომელიც ასევე ბიზნეს ანალიზში შედის. ამერიკაში და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ძალიან იშვიათად თუ ნახავ ადამიანს ხოლმე, რომელიც გამიჯნავენ ხოლმე რა, ანუ რაღაც დონის დატის დამუშავება ბიზნეს ანალიტიკოსაც კარგია რომ შეძლოს. მასთი არ არის, სავალდებულო არ არის, არც შენი SQL-ის, არც Power BI-ის, არც Python-ის სწავლა არ არის, თუმცა ზოგიერთი კომპანია ითხოვს, რომ ანალიტიკოსი ჭირდებათ, ბიზნეს ანალიტიკოსი, რომელმაც ეს უნარები იცის, ჭირდება და ამ რაღაც დატის დამუშავებაშიც დაეხმარებათ, მაგრამ ორი დამოუკიდებელი ცალკე პროფესია, ცალკე საქმიანობა. საქართველოში მაგ ნაწილში მე რა ვაკანსიებით შემოხვედრია და ალბათ ყველა შემოხვედრი რაც იდება, ძირითადად ხოლმე ხო არ ითხოვენ ტექნიკურ ესეთ დონის კოდის დონეზე და ვთქვათ data ვიზუალიზაციის ნაწილში ხოლმე, თუმცა კომპანიები არის, რომელსაც ჭყავთ ანალიტიკოსები და სჭირდებათ, რომელსაც დატის მიმართულებაც ესმის და იცის. თუმცა ხო, სავალდებულო არ არის. Nice to have არის და long term ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესია ისეთია, რომ სხვადასხვა აი როგორც ახლა თქვი, IT ბიზნეს ანალიტიკოსი, პროცესების ბიზნეს ანალიტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი ძალიან მრავალფეროვანია და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება ეს პროფესია, მაგრამ საქართველოში ძირითადად ხო ესეა ხოლმე, რომ რაღაცა ყველაფერში კი გვინდა, ვიღაცა რომელიც ცოტა იმას ისავს, ცოტა ამას ისავს, ცოტა იმას იგზავს. არ ვიცი, საქართველოში ძალიან ცოტა არის, რომელიც მარტო ბიზნეს პროცესების ანალიზს აკეთებს. ძალიან ცოტა არის, რომელიც მონაცემთა ანალიზს აკეთებს. ეს უფრო საქართველოს სიტუაციიდან გამომდინარე და რეალობიდან გამომდინარეა, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკებით ესე არანამდვილად არ მოგეთხოვებათ, მეგობრებო, არ შეშინდეთ, არ გჭირდებათ არანაირი რაღაცა კოდის წერა და ეგეთი რაღაცა. აქ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ძირითადად უფრო მეტად in-house კადრი ჭირდებათ ხოლმე, თუ არის რაღაცა გარკვეული ნახევარ განაკვეთზე, აი რა ტიპის დატვირთვა განიხილება მაშინ? მის რომ ეს შეიძლება იყოს პროექტულიც, თუ უბრალოდ ესეც არის, რომ აი ეხლა ამის წინ მომწერე ზუსტად, რომ რაღაცა 4 თვიანი პროექტი აქვს, ჭირდება junior middle business analytics-ი, რაღაც ამდენიმე საათია, ჰიბრიდული ვერსია და ეს არის ხოლმე წელი, რომელიც full time სჭირდებათ. ძირითადად ხოლმე part time რო ქირავ ანალიტიკოს ხოლმე, ალბათ უნდა დაიქირავ ჩემი გადმოსახედიდან სენიორი, რომ მოკლე დროში დიდი შედეგი დაგიდოს, ხო? აი სენიორის ხელფასი საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიებს ურჩევნიათ ხოლმე, ჩემი დაკვირვებით და რასაც უყურებ ხოლმე, რომ full time აიყვანონ ხოლმე და იყოს middle junior-ი გამოზარდოს, ასწავლოს
და მე დაიტოვოს თავისთან ხოლმე. ეს თქვა დიდი ხნით კადრი არ მინდა ვიხმაროს სიტყვა, დიდი ხნით თანაშრომლის შენარჩუნებაც არის, როცა ჯუნიორს და მიდლს აიყვან და მე გაზრდი და იტოვებ და სენიორის შენარჩუნება ხო საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ სენიორი როდესაც ხარ ბიზნეს ანალიტიკოსი, მინიმუმ 5-ზე მეტი წელია, 7 წელი საერთაშორისო სტანდარტებით ხარ ამ სფეროში, გაქვს აღებული უამრავი სერტიფიკატი და შეგიძლია საერთაშორისო ბაზარზე გახვიდე. და იქაც საკმაოდ კარგი ანაზღაურებაა. ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ თქვენი პირადი კვლევაც მათ შორის თან მინდა წავიდეთ დასასრულისკენ დავაღუდებით თუ კიდევ არის დამატებითი შეკითხვები რომელიც ძირითადად კურსის ვთქვათ დეტალებს ეხება რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და დავუბრუნდეთ ასევე დავაღუდოთ თუ შემოვა კიდევ დამატებითი შეკითხვები მანამდე თქვენ ახსენეთ კვლევა რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჩაატარეთ და რაღაცნაირად გამოწვევაში ამოვიდა სტეიქჰოლდერებთან დაკავშირებული საკითხები რატომ არის ეს ასეთ სირთულეებთან დაკავშირებული რა დგას მიზეზებში და იგივე ეს კურსი რამდენად ეხმარება სწორედ იმ მიდგომების დანერგვას იმ უნარების გამომუშავებას რომელიც ამ პროცესში მათ მხარს დაუჭერს გეტყვით სხვადასხვა როგორც წესი პროცესში როდესაც ბევრი მხარეა ხოლმე ყველა შესაძლოა ერთმანეთისკენ იშვერდეს ხელს როდესაც რამე ვერ გამოდის და სად ვიბავოთ ის ჯადოსნური შუალედი, როდესაც შევეცდებით, რომ დავიჭიროთ ის კონკრეტული მომენტი, შევეცადეთ, რომ კომუნიკაციაც გქონდეს და თავის არ იყოს სტრესული, ხო? ძალიან ხშირად სტრესულიც არის ხოლმე და შეიძლება ამაზე კიდევ უფრო მეტი დრო გეხარჯებოდეს ადამიანს, ვიდრე უშუალოდ კონკრეტული დავალების შესრულებაზე. კარგი ის არის, რომ ამის წინ ეს ყველა რომ ჩავატარე, მე პროექტ მენეჯერებთანაც მქონდა პატარა კვლევა და პროექტ მენეჯერ მეგობრებსაც ვკითხე და ვებინარსაც უმასპინძლეთ ასევე უფასო, სადაც ბიზნეს ანალიტიკოსის და პროექტ მენეჯერის პრობლემებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ და აღნიშნავ, რომ ერთ და იგივე პრობლემები აქვს იმასაც, რაც ჩვენ ეს არის სტეიქჰოლდერების მართვა, განსაკუთრებით თუ დიდი პროექტია, ბევრი სტეიქჰოლდერი ყავს, ბევრი ჩართული მხარე ყავს, ყველას მოთხოვნა არის, ჩემი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე იმის უფრო პრიორიტეტულია და შენ გიწევს, აქ გამოსავალი, მე როგორც ერთად ვიმსჯელეთ კარგ სამეგობრო წრემ, არის კარგი კომუნიკაციის უნარები, რომ შენ შეგეძლოს ბიზნეს ანალიტიკოსი იქნებ თუ პროექტის მენეჯერი, რომ ეს ხალხი რაღაცა ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს პროდუქტს, ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს, რა სარგებელს მიიღებს, რას კარგავს, რომ გვერდზე იჩოჩებს მისი მოთხოვნები, მაგრამ საბოლოო სურათს შენ ხედავ ბიზნეს ანალიტიკოსი, holistic views ვეძახით ხოლმე, რაღაცა general ხედვა გაქვს, სად უნდა მივიდეთ და შენ თუ შეგიძლია და უნდა შეძლო, რომ ამ ხალხთან ნათელი, სწრაფი, ხშირი კომუნიკაციით დაანახო, რომ ამოსავალი წერტილი ეს არის და კი გავიგე რომ შენი მოთხოვნა პრიორიტეტულია და შენ გინდა მაგრამ ნახე შენი მოთხოვნას სიტყვაზე რომ 100,000 кейს მომიტანს თვეში მაგრამ აი იმ სტეიქჰოლდერის მოთხოვნა თუ გავაკეთო მილიონ მოგებას მომიტანს მე თვის ჭრიში თუ წელიწადში რა მნიშვნელობა აქვს და როდესაც უკვე დაანახებ ამ ხალხს რომ აი რაღაც უფრო პრიორიტეტული არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანია მე უფრო მარტივდება ხოლმე ყველაფერი ზოგადად ბიზნეს ანალიტიკოს ჩემი გადმოსახედიდან ეს პრობლემები სულ იქნება, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა, არ იცის რა უნდა და თან უნდა რომ სწრაფად უნდა. შენ უნდა გუშინ უნდა. ხო, გუშინ და გუშინ მე თქმა ყველაფრის შესრულება. ამას ერთადერთი გასწავლით დრო გაიმყარეთ და გაიძლიერებთ და მეც დაგეხმარებით კურსის განმავლობაში და უამრავ პოდკასტს მოგასმენინებთ და გამოგიგზავნთ რომელიც დაგეხმარებათ. როგორ აიმაღლოთ თქვენი კომუნიკაციის უნარების, სხეულის ენა, რაღაცას როგორ დააჯეროთ რაღაცა უყურთ დადებითად. აი ეს ყველაფერი მოაქვს თქვენს ემპათიურობას რომ გესმით იმ ადამიანის, მაგრამ ნახეთ, მოდი სხვა მხრიდან შევხედოთ და რაც თავარია დროთა განმავლობაში თქვენ ამ ადამიანებს მტკიცებთ და უმტკიცებთ რომ ხართ კვალიფიციური ხალხი, შეგიძლიათ რომ გენდონ, მათ შეუძლიათ რომ თქვენ გენდონ, ეს იმას ნიშნავს რომ იპოვებთ მათ ნდობას და ნდობა ესე მარტივად არ მოდის, დრო გჭირდება. კვალიფიკაცია, როდესაც გქონდა პროფესიონალი, როდესაც ხარ ერთ რაღაცას გააკეთებ, ვაკალია გაამართლა, მე უკვე ისინი გენდობიან და ეს რადიკალური შეჯახებები აღარ არის ხოლმე, რომ არა მე ესმინდა, ძალიან რთული სტეიქჰოლდერები ყოლიან, აი მართული რომ მithქვამს რომ აღარ შემიძლია მაგრამ აი როგორც ამბობ, ყველა კარს აქვს თავისი გასაღებიო და ის თუ მონახეთ, როგორ მიუდგეთ, როგორ დაელაპარაკოთ ხოლმე, მე ყველაფერი ლაგდება. აი, თინათი
მადლობა პირველ რიგში ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მოდით შევაჯამოთ ძალიან მოკლედ კურსის შესახებ ინფორმაცია გვწერდნენ რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც და თუ შეიძლება პასუხოთ ამ ნაწილსაც და ფაქტობრივად შეგვიძლია რომ შემდეგ უკვე დავასრულოთ. კი, ბატონო. მომდენი შეხვედრა. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მადლობა მეგობრებო შემოერთებისთვის და საინტერესო კითხვებისთვის. რომ შევაჯამოთ, კურსი დაიწყება 31 მაისს, გვექნება 12 შეხვედრა, 3 გვექნება ადგილზე, ხოლო დანარჩენი 9 იქნება ონლაინ, იქნება ძალიან პრაქტიკული, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილი, გვექნება ბევრი სახალისო გაკვეთილები თუ სემინარები ესე დავარქვათ, მე არ შემიძლია რაღაცა მოსაწყენად გავაკეთოთ, რომ მუშაობ და რომ სწავლობ, თან თუ იქ არ გაერთე და რაღაც არ გესიამოვნა პროცესი, გამორიცხულია, ეხლა full time მუშაობ ან რაღაცას აკეთებ, სახში შვილი გიჭყავის და მე დაჭირდა ბიზნეს ანალიზი ისწავლო. არა, ამიტომ ეს იქნება ძალიან PR-ული, მეგობრული, საინტერესო, მრავალფეროვანი, ამაში გვირდებით, იმიტომ რომ თვითონ პროფესია ეგეთი, რომ ვერ მოიწყებ ფიზიკურად, რომც მოგინდეს, სულ სხვადასხვა რაღაც ხდება, დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ამიტომ ფიზიკურად ვერ მოიწყებ და პროფესია ეგეთი, რომ იწევთ რომ თქვენს მრავალფეროვნები იყოთ, გსიამოვნებდეთ მრავალფეროვნება და რა ვიცი, ხო, იდეაში ეგ არის, ნამდვილად არინანებთ კურსის შემოერთებას და გავერთობით და თან ბევრ რაღაცას ვისწავლით. მე ვფიქრობ, რომ კარგი შანსი არის ქართველი აუდიტორიისთვის, რომ ქართულ ენაზე წაიკითხოს ვიღაცამ. მე ახლა არ ვიტყვი ხა ვინ ვარ რა ვარ, მაგრამ ხო იცით ხო და ეს კურსი და გელოდებით მოკლედ სხვა რა შემიძლია რომ გითხრათ და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობებისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ არა მარტო მე, არამედ ამდენ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ესე ორგანიზებულად, სტრუქტურიზებულად, სტანდარტების დაყრდნობით რაღაცა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული კურსი ჩავატაროთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ფაქტობრივად შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ვსაუბრობდით IT ბიზნეს ანალიტიკის და ანალიზის პროგრამის შესახებ, რომელიც AICT ინსტიტუტში 31 მაისიდან დაიწყება, არის ჰიბრიდულ რეჟიმში, 12 შეხვედრისგან და ჯამში 24 საათისგან შედგება თავად პროგრამა. მას გაუძღობა თინათი პაპაშვილი, რომელიც დღეს იყო თანაწამყვანი დღევანდელი ვებინარისა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, გისურვებთ წარმატებები და გეოდებით შემოგვიერთდით დაინტერესებულ პირებს, როგორც თინათილი, რომელიც ძალიან საინტერესო თავგადასავალში გეპატიჟებათ. აფარა, მადლობა ნახვამდის.